მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი დღეს კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ვისაუბრებთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროპროგნოზზე, მაგრამ ძირითად დროს მაინც დავუთმობთ იმას თუ რა არის მოსალოდნელი უკვე მომავალ წელს, ანუ ასტროპროგნოზე 2026 წლისა და რა ტენდენციები იქნება ამასთან დაკავშირებული. პირველ რიგში მოიტანხმოთ, რომ როგორც შევხვდეთ ამ წელიწადს ამ ტენდენციებზეც და თითოეული ნიშნის გარკვეული პერიპეტიები ამასაც შევეხებით და პირველ რიგში მოდით დავიწყოთ იმით, რომ შემდეგი კვირა შედარებით მშვიდია, სტაბილურია, დედამიწა უკვე გადადის პოზიტიურ ნარგობელში და მინდა გითხრათ, რომ თითქმის მთელი იანვარი გამოკლებით 8-12 იანვრის პერიოდი, სადაც ცირეოდენი ჩავარდნაა სამყაროში. დანარჩენი პერიოდი იანვრისა იქნება საკმაოდ კარგი, დედამიწა პოზიტიურ ნარგობელშია. აი სწორედ ამ კვირიდან უკვე ეს თვალშესაცემი გახდება და მთელი იანვარი 8-12 რიცხვების გამოკლებით ეს პოზიტიური ნარგობელი ხელშეუწყობს იმას, რომ ადამიანები უკეთ იგრძნონ თავი, დაუშვათ ხელშეკრულებები დადონ, მოლაპარაკებები აწარმოონ, რაღაც იდეები განახორციელონ და ამის გარკვეული ხელშეწყობა იქნება ასევე ვარსკვლავების და პლანეტების მხრიდან. ამასთან ერთად მოდი ავუშვათ, რომ შემდეგი კვირის განმავლობაში პირველ რიგში ამ პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად მივაქციოთ ყურადღება გეომაგნიტურ დღეებს, ხა ჩვენს 31 რიცხვი არის გეომაგნიტური და მივაქციოთ ასევე ყურადღება შემდეგ 2 და 3 რიცხვებს, იმიტომ რომ ეს არის უკვე პარასკევის შაბათი და აქ ასევე აი შაბათს ჩვენ გვაქვს 3-ში სავსე მთვარეობა, რა ითხოვს ეს ყურადღებას, იმიტომ რომ გეომაგნიტურ ტენდენციებს ქმნის და მეორეც ერთი სავსე მთვარეობა თქვენცით რომ ეს საკმაოდ მძიმე დღეა და ამიტომ ეცადოთ რომ ყოველთვის ესე დღეები ყურადღებით ხილად გავიაროთ ეს ნაბახუსები იქნება ადამიანი თუ ბახუსის მდგომარეობაში მშობა რა სავსე მთვარეზე მოდის ძალიან დიდი ენერგია ეს დიდი ენერგია კი ნიშნავს იმას რომ შეიძლება ზოგიერთმა ვერ გაუძლოს ამ დიდ ენერგიას და შეიძლება ესე ვთქვათ, გახდეს უფრო აგრესიული, ხო? ან უფრო დაუშვათ დეპრესიული ეს მომენტი შეიძლება მოხდეს და ამიტომ ვეცადოთ ახლა ესე გავაკეთოთ ჩვენ, რომ 3 რიცხვი გავიაროთ ხილად. ყველას ეხება ეს აბსოლუტურად ყველა ნიშანს. დაუშვათ ახალი საქმე არ დავიწყოთ, არ გვინდა არავითარი მოლაპარაკებები 3-ში, მოდი ეს ვთქვათ, გავფრთხილდეთ ჯანმრთელობას განსაკუთრებულად და 3-ში ნუ გავრისკავთ. მათ შორის თუ გინდათ საჭესთან და ასე შეგო, ნუ იკამოთებთ პროვოკაციებს ნუ აყვებით. ერთ სიტყვით შაბათი დღე და ნაწილობრივ უკვე საღამო პარასკევისა გავიაროთ ცოტა მშვიდად, თხილად, წინდახედულად და აქედან გამომდინარე არ შევიქნათ რაიმე სახის პრობლემები და კონფლიქტური სიტუაციები, რომელთა ალბათობა მაგალითად მეორე მეტუმეტეს ახლა ბევრი იქნება ნასვამი და ნასვამ მდგომარეობაში ადამიანი რო ხშირად არაადეკვატურია ეს ყველა ვიცით. ამიტომ ამ კუთხითაც ვიღოთ ცოტა ყურადღებით და თხილად. ეხლა რაც შეეხება სხვა მოვლენებს შემდეგ კვირის ამო ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ. ახლა მოდით გადავიდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. ესე იგი, რადგან ჩვენ გვიახლოვდება, ესე იგი, უკვე ახალი წელი და იცით რომ შემოდის წითელი ფერის, ცეცხლის სტიქის, იან ენერგიის, ანუ აქტიური ენერგიის ასე ვთქვათ, ცხენი, ეს არ არის ჩვეულებრივი ცხენი, ვიმეორებ, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მუსტანგი, ველური ცხენი, ძალიან აქტიური, ძალიან ენერგიული, ძალიან თავისუფლების მოყვარე, ძალიან მოძრავი და დინამიური, ხო? შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორად შევხვდეთ მომავალ წელს და შეხვედრების ატრიბუტიკაში ჩვენ დაგვეხმარება, რას უყურია მაღაზია ლინდაო ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში. და იქამდე კი გვეხმარება ქალბატონი მაკაბერიძე, რომელმაც მოგცა საშუალება, რომ ჩვენ ვიყოთ გაფრთხილებული, ანუ შეერაღებული. იცით რომ გამოსულია მთელი წყება ჟურნალებისა, რომელიც სწორედ მისი დახმარებით არის გამოსული. ეს არის ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, აქ არის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ასტროპროგნოზი მომავალი წლისა თვეების და მიხედვით, მოდი ასე ვთქვათ, დაყოფილი, აქ არის ასევე ანგელოზის საათი და დრო, ეს ტენდენციები და ბევრი სხვა საკითხები, რომელიც მე იმედია თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო. თვითონ ცხენის ფსიქოტიპის აღწერაც ძალიან საინტერესო აქედან. ეხლა ეს არ აგვერიოს ასევე სხვა ჟურნალთან, რომელსაც ქვია უბრალოდ ჰოროსკოპი და არის ცოტა უფრო დიდი ზომით, ხო? ეხლა აი ეს ორივეს გაჩვენებთ, რომ მე ესე იგი აქ რაღაცა არ აგვერიოს ერთმანეთთან. ჟურნალი ჰოროსკოპი ასევე მოდით აღვნიშნოთ, რომ წელიწადში ერთხელ გამოდის საახალწლოდ მოგეხსენება და აქ არის ასევე უზარმაზარი ინფორმაცია. აქ არის მაგათად აღნიშნული მომავალი
წლის აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტროლოგიური პროგნოზი, ცალკეული ნიშნების ასევე პოლიტიკური ასტროლოგიური პროგნოზი, ასევე არის აღნიშნული აქ გეომანტია დედამიწისა არის ნაჩვენები დაუშვათ იგივე როდის როგორ იცვლება გეოველი ასე თქვა დედამიწისა და ეს რაზე გავლენას ახდენს ადამიანებს. აი ეს ტენდენციაც აქ გვაქვს და რუსკვილია ყოველდღიური ასტროპროგნოზი მთვარის კალენდრის და მიხედვით რომ ეს თქვენ არ გაქვთ გამოსახული და ნუ აქ უკვე ხართ გაფრთხილებული ამ ინფორმაციით პრომეტის თქვენ არ გაქვთ თითოეულ დღეში ჩასმული 24 საათიანი გრაფიკი რომელიც გვიჩვენებს რომელ პერიოდში დღისა არის დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში, როდის ვარყოფთ ენერგოველში. 4 ნაწილად არის გაყოფილი და ამითაც რას უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ, დადებითი ვარყოფით დღეები და შეგნით რას უკვე ამ ჟურნალში ჩვენ გვაქვს. პირველ რიგში ასტროკალენდრები, აი ეს არის პატარა ასტროკალენდარი, ჯიბის, მოდი ასე ვთქვა, შეგიძლიათ ჯიბეში ჩავთ ერთ ზოდიაქოს ნიშნისთვის. ოღონდ გათვლილი მთელი წლისთვის. აი აქ არის უკან ყველა თვე. თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით, ახალმთვარეობით, სავსემთვარეობით ამის აღნიშნული. ოღონდ ეს არის ცალკეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ჯიბის კალენდარი, მაგრამ არის ასევე იცით რომ დიდი ასტროკალენდარი, ხო? ეს არის უკვე საოჯახო ასტროკალენდარი, სადაც თქვენ უკვე გაქვთ საშუალება რომ 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი მოიცვათ და აქედან უკვე ნახავთ რომ დაუშვათ ყველა ნიშანი და თქვენი ოჯახის წევრები ან დაუშვათ სამსახურში თანამშრომლები ყველა შეეხედავს სამუშს და ნახავს თავის ნიშნავს რომელი დღეა კარგი რომელი აქ დღე ცუდი რას ნიშნავს ამის ახსნა განმარტებები ასევე აქ მოცემული და იქნებით გაფრთხილებული ან შეერაღებული აქვე ამ ჟურნალში თქვენ გექნებათ ასევე სამდეცნო ასტროლოგიური კალენდარი საიდან თქვენ ნახავთ რა დღეებში არ არის სასურველი ამა თუ იმ ოპერაციების ჩატარება აქედან გამომდინარე ესე იგი ეს ორივე ჟურნალი გაყიდვაშია რეალურად შემოკარგებო და იყიდება უკვე თითქმის რესპუბლიკაში ჯიხურებში, ну მათ შორის პრესის ჯიხურებში თავისთავად შეგიძლიათ შეეძინოთ, იყოთ გაფრთხილებული, შეარაღებული და თუ გინდათ სახლში მიტანით, ასე ვთქვათ, რომ მიიღოთ ეს ჟურნალები, მაშინ უნდა დარეკოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77 მეორე 597 15 99 77 და ამას მიიღებთ უკვე სახლში მიტანით ან დაუშვათ თუ თქვენ რაიონში არ არის ეს ჟურნალები ამ ტელეფონით შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ და უთხრათ რომ აი არ არის და თუ შეტანილია მაშინ რატო არ არის ესეც გაირკვევა ერთ სიტყვით უკვე ხართ ამით გაფრთხილებული, შეერაღებული და ემედია ეს მოგცემთ ყოველივე საშუალებას იმისა, რომ უფრო წარმატებულად გაიაროთ ეს წელიწადი. ამასთან ერთად, ეხლა შეხვედრ რა ხელწვისა ძალიან მნიშვნელოვანი, ეხლა 17 თებერვალს შემოდის რეალურად წითელი ცხენის წელიწადი და აქედან გამომდინარე, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ წინსწრებით ეხლა 31-ში უკვე მზად ვართ, აი ეხლა შევხვდეთ სწორად ამ წელიწაds დაწყებას და მე უკვე 17 შეგვიძლია გავიმეოროთ და თუ ეხლა ვერ მოსწრებთ 17 შეგიძლიათ შეასრულოთ იგივე რიტუალები, რატო? იმიტომ რომ მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ შევხვდებით ჩვენ მომავალ წლის მასპინძელს ამ შემთხვევაში ცხენის წელიწადს. თუმცა 17 თებერვალამდე ჯერ კიდევ გრძელდება გველის წელიწადი. არ დაგვავითეს, ამიტომ გველი არ გავაბრაზოთ 17 თებერვალამდე შეიძლება პრობლემები შევიქმნას მან გაბრაზებულ ფონზე. ამიტომ ორივეს უნდა გქონდეს ჩვენ ორივეს სიმბოლო, როგორც გველის, ასე ვთქვათ, ასევე ცხენის წელიწადის სიმბოლოები, აი ესეც იქნება ძალიან კარგი რომ გქონდეს ჩვენ. და ეს სიმბოლოები ესე იგი ეს ცხენის არის და ასეთვე გველის უნდა გქონდეს და ეხლა რატო ამ მნიშვნელოვანი აქ თან ნახეთ როგორ ისა გვაქვს ჩვენ ესე იგი ეს არის უსასრულო ბედნიერების სიმბოლო აქ არის ასევე ფულადი ასე ვთქვათ სიმბოლოები ამ ხრივაც ასე ვთქვათ აძლიერებს ამ ენერგიას ყოველივე ეს და ორივე სიმბოლო უნდა გქონდეს მაგიდას წინ ეხლა გველის სიმბოლოს წინ დავუდოთ პატარა ასე ვთქვათ ნაჭერი ყველისა რომელიც მას უყვარს ხოლო ცხენს წინ დავუდოთ პატარა ნაჭერი შაქრის. ამით ჩვენ პატივს მივაგებთ მომავალ ასე ვთქვათ წარმოადგენლებს წლისა და აქვე მოდით აღნიშნოთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სანთელი. სანთელი უმჯობესია იყოს წითელი. ეხლა მოდი ვთქვათ ისე წითელფერთან რატანაც ეხლა ატეხილი და ახსნათ ესეც განმარტოთ. ესე იგი ნუ არის ერთი ამბავი ატეხილი რომ წითელი არა და შეგო ხო? შემოკარგებულ სტიქია მართავს ფერს. მომავალი წლის სტიქია ეს არის ცეცხლი. ცეცხლის სტიქიის მთავარი ფერი არის წითელი.
და მისი კომბინაციები ბორდო, ვარდისფერი და მე მოდის ყვითელი და ასევე ოქროსფერი. ეს ცეცხლის სტიქიების ფერები. ამიტომ ეს ფერები პრევალირებს წინა პლანზეა წამოწეული, მაგრამ ეხლა ცეცხლის სტიქიას რა პრობლემა აქვს? ცეცხლის სტიქია გვაძლევს წითელ ფერს, მაგრამ თუ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს წითელი, სახლის ლენის ოთახივით აქვს უწილში, ასე ვთქვათ და თვითონაც უწითლებშია. აი ეს ოთახი ფათქმის, რატომ? იმიტომ რომ ამ წითელს მოაქვს ზედმეტად დიდი ენერგია. და ამ ენერგიას ადამიანი შეიძლება ადეკვატურად ვერ უმკლავდებოდეს და მისი ეს ენერგია შეიძლება გადავიდეს აგრესიაში. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, კარგი იქნება თუ წითელი იქნება პრევალირებადი, თუნდაც თქვენ სტანცაცმელში ან თუნდაც ოთახში, მაგრამ აუცილებლად შერეული ფერებით. ანუ რა ფერები, მაგალითად, აი რბილი ტონები წითლისა, ბორდო შეიძლება გამოიყენოთ, შეიძლება ვარდისფერი გამოიყენოთ. მაგალითად, ძალიან კარგი იქნება ყვითელი ოქროსფერი, შეიძლება გამოიყენოთ ბეიჟი, შეიძლება გამოიყენოთ დაუშვათ იგივე წყლის ფერები, როგორც არის ლურჯი ცისფერი, აი წყალი ცოტა წყალს რო გადავასხავთ, ხო? ცეცხლის უკვე ცოტა კლებულობს მისი ასე ვთქვათ ენერგია და ზედმეტად ასე ვთქვათ დამანგრეველი არ იქნება. ასე შეგვიძლია გამოიყენოთ ვერცხლისფერი, მწვანე, ოღონდ არა ისე რომ ის პრევალირებდეს, პრევალირებს წითელი. მაგრამ აი ამ ფერებთან ერთად, ანუ შევურიოთ ერთმანეთს, რომ ცოტა ასე ვთქვათ ნეიტრალიზაცია მოვახდინოთ ზედმეტი წითლის, ანუ გადამეტებული ენერგიის. თორე ძირითადი ფერი ისევ წითელია ვიმეორებ. ეხლა ამასთან ერთად ავნიშნოთ, რომ ეს ფერები ძირითადად ეხლა მეკითხები ახშიათ შავზე, თეთრზე, ეს არ არის ფერები, ეს არის ტონები. და აქედან გამომდინარე, ნებისმიერ კომბინაციაში, ნებისმიერ წელს შავი და თეთრი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამიტომ ამ კუთხით არანაირი ასე ვთქვათ უკუჩვენება ამას არ აქვს. ავნიშნოთ ასევე ისიც, რომ კარგი იქნება თუ გვექნება ამიტომ სანთელი, ჯობია ერთი, ანათი. აი ეს თქვენზეა, ხო? რატომ? იმიტომ ძირითადი რიცხვი 2026 ჯამში რო შეკრიბოთ 10-ია. მაგრამ 10 ნუმეროლოგიაში არ არსებობს. არსებობს პირველიდან 9 რიცხვის ჩათვლით. დარჩენ უკვე ამათი კომბინაციები. 10 ეს არის 2 1 + 0, ანუ უდრის 1-ს. შესაბამისად, თავარი რიცხვი არის 1 მომავალ წლისა. მაგრამ თუ თქვენ გინდა დაუშვათ ბევრი სურვილები 1 არ ყოფნით და გინდათ 10 სურვილი, კი ბატონო, მაშინ 10 სანთელი დავანთოთ, შესაძლებელია ესეც, მაგრამ ჯობია 1. შეიძლება ესე იგი, მოითხოვათ, წითელი თუ იქნება, ხო, კარგი, მაგრამ თუ არა წითელი ფერის სანთელი, მაშინ იყოს ყვითელი, სავსებით მისაღებია. და ჩაუთქვით, აი ახევარ საათით ადრე ახალწლის დაწყებამდე რას ვაკეთებთ? ვამთებთ სანთელს, პირველ რიგში მადლობას უხდით წინა წელს. დაუშვათ, ცუდი იყო, რაღაც ცუდი, ესე იგი წაიღო მან და გაგანთავისუფლოთ. კარგი იყო, ხო, მით უმეტეს კარგია და მადლობა მას. ეხლა ამასთან ერთად თუ თქვენ გიჭირთ ჩათქმა დაუშვათ აზრობრივად და გირჩევნიათ წერა, კი ბატონო, შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი სურვილები და დრო მერე წლის განმავლობაში ეს სურვილები უნდა გადაიკითხოთ აუცილებლად. თუ თქვენ შარშან გქონდათ ესეთი სურვილები ჩამოწერილი, ეხლა ნახევარი საათით ადრე 31-ში ახალი წლის დაწყებამდე ამ სურვილებს დაწვევთ და უკვე ახალს დაწერთ, ხო? ეხლა რაც შეეხება სურვილი ჯობია რომ არ იყოს ფინანსური, თორე ფინანსური სურვილი გექნება ცალკე. ამიტომ ნებისმიერ სხვა თემას ფინანსების გარდა, აი სურვილი ჩაუთქვით ამ სანთელს. სანთელი ეხლა ეს თქვა ცეცხლის ენერგია, ცეცხლი კარგი გადამტანი ენერგიის. და აქედან გამომდინარე, მეორე ძალიან მნიშვნელოვანია ჩათქმა სურვილისა და გარკვეული ოცნება ამასთან დაკავშირებული. ეს ახალი წლის ღამეს სერიოზულ აკუმულაციას მოახდენს ამ ენერგიებისა. რაც შეეხება ფინანსურ ჩათქმებს, აქ ჯობია ავიღოთ 1 ლარი, მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელსაც თურმე აღეზიანებს ჩვენი ლარი და ურჩევნიათ $1 კუპიურის სახით, შეგიძლიათ 1 ევროც აიღოთ, კი ბატონო, თუ არ მოგწონთ, მაგრამ ჯობია 1 ლარი, ცოტა ხანი დაიკავეთ ხელში. და ეს ყველაფერი სანთლის გვერდით კეთდება და აბა ჩაუთქვით, რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. აი ეს შესაბამისად უკვე მერე ამას დადებთ აი სწორედ ამ სანთლის გვერდით და ცხენის და გველის წინ და დატოვებთ დილამდე. დილით აიღებთ უკვე ამ 1 ლარიანს და ჩაიდებთ საფულეში და უნდა ატაროთ მთელი წლის განმავლობაში. ესეც გაითვალეთ. თუ ადრე ქონდათ ჩადებული, მაშინ ეს უკვე ახალ წლამდე შეგიძლიათ რეალიზაციაში მოიყვანოთ ის 1 ლარიანი. ან რამდენიც იყო მაშინ. ეხლა მოდი ამშვიდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ნალი. ნალი აუცილებლად უნდა გქონდეთ, კარგი იქნება რომ გქონდეთ, რასკვილი, ახლა აუცილებელია ფერი, მაგრამ კარგი იქნება სასურველია რომ გქონდეთ და მოდი ეს ვთქვათ, მისი აი მრგვალი მხარე, აი სადაც იგი მრგვალდება, ხო, ჯობია იყოს ქვევით.
და მოდი ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში რა ხდება? ხვავი ბარაქა ჩადის შიგნით, ჩერდება შიგნით და ოჯახს ადგება. მაგრამ თუ თქვენ გინდათ სტაბილურობა, სიმშვიდე, მაშინ ეს ნალი უნდა ამოტრიალოთ. ამიტომ შესაძლებელია რომ გქონდეთ ორი ნალი. ერთი იყოს მოტრიალებული ხვავი ბარაქისთვის, მეორე პირიქით მოტრიალებული შინაგანი სიმშვიდისა და სტაბილურობისათვის. აი ეს ასე ვთქვათ ატრიბუტიც ასევე კონდეს და ნალიცით რომ ეს არის საერთოდ გამოჯამთელების სიმბოლო, ეს არის ავითვალის დაცვის სიმბოლო და ასე შემდგომ და ყოველთვის ოდითგანვე მას იყენებდნენ. ამიტომ მოდით ეს ატრიბუტები ესე იგი წინა პლანზე წამოწიოთ. შეგვიძლია დავუშვათ სხვა ესეთი რიტუალის გავაკეთოთ, მაგალითად, რამდენი ოჯახის წევრიც არის, მის თებშის ქვეშ ერთლარიანი ჩავდოთ, ხო? და თითოეულმა მათთაგანმა აქ ექნება ასევე წითელი სამთელი, თითოეულს ერთი და ჩაუთქვა სამთელთან ერთად, აი თავისი ფინანსური, თავისი ზოგადი სურვილი კარგი იქნება და დილით მერე ამოიღებს სამერთლარიანს და უკვე თავისთვის ჩაიდევს პერსონალურად. აი ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ. კარგი იქნება თუ იქნება მეკლე აქტიური ენერგიული ინიციატივიანი ლიდერი თავისი ხასიათით, ხო? და რა უნდა მოიტანოს მან? მან უნდა მოიტანოს ერთი ცალი მანდარინი, ერთი ცალი ბროწეული და ერთი ცალი ლიმონი, როგორც ხვავის ბარაქის, ჯანმრთელობის და ასევე სიყვარულის სიმბოლოები ტკბილეულთან ერთად. და ესე უნდა შემოვიდეს თქვენთან. ეხლა რაც შეეხება უკვე იმას თუ ნაძვის ხე დავუშვათ რა ფერებში იყოს უკვე იცით. პრევალირებს წითელი, მაგრამ სხვა ფერებთან ერთად აუცილებლად. შემდგომ ავნიშნოთ რომ გვერდზე ჩიჩილაკთან ერთად უნდა იდოს. თუ იქნება ტოტი, კარგია თუ არა და ცალკეული ნაყოფები იყოს, ოღონდ შეიძლება ეს იყოს დავუშვათ ბუნებრივი და შეიძლება იყოს ხელოვნური. ანუ ისევ და ისევ აქ პატარა ტოტი მანდარინის, პატარა ტოტი ბროწეულის და პატარა ტოტი თავის ნაყოფით ლიმნის. აი ეს იქნება ძალიან კარგი საახალწლოდ ხვავის ბარაქის, სიყვარულის და ჯანმრთელობის სიმბოლოები ერთად. და ავნიშნოთ ისიც რომ აქტიურად უნდა გავიაროთ ახალი წელი, ოღონდ ზედმეტის როლის გარეშე. თქვენ ისეთ ახლა თოპი რო გაიზრდეს, სად გარბის და როგორ გარბის ცხენი, ხო, მას დაანაშენია. ამის და ამიტომ ნუ შევაშენებთ მას, პირიქით ვეცადოთ რომ ნაკლები ვიხმაუროთ ამ კუთხით, სროლის კუთხით, მაგრამ სამაგიეროდ მეტად იხმაურეთ გართობის კუთხით. სიმღერები, ცეკვები, იუმორი, სიცილი ეს მას დაანუღურს. ეს ცეცხლის სტიქის ვიმეორებ ველური მუსტანგია, რომელსაც აი დინამიკა, სიცოცხლე აჩქებს მისგან, ხო? არაც მეტად ეს სიცოცხლე იჩქებს ახალწლო დღეებში, მით უკეთესი. ვიმეორებ ეს ყველაფერი შეგიძლიათ ახლა არა მარტო 31-ში, არამედ 17 თებერვალსაც გაიმეოროთ და ხა იქამდე რომ მივალთ ჩვენ, მაშინ მე კიდე შეგახსენებთ ამას ყველაფერს, მაგრამ ეხლავე შეგვიძლია ესეც გავითვალისწინოთ. და ეს რიტუალები აუცილებლად, მაგრამ ახლა ფენშუის მაღაზია ლინდაო, რომელიც ვიმეორებ ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში ოპერის ზევით აღმავალ ქუჩაზე, რას უყურე აქვს თავაზობს უამრავ სხვა ატრიბუტიკას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს ამ წელიწადის უფრო მეტად გაღვიება სასიკეთო ენერგიები და აი ყველა ამ სიმბოლოს აქ თავისი სასიკეთო ენერგია. აქ არის მაგალითად ლოტოსის ეგრეთ წოდებული მცენარე, ხო? ეს არის სისუფთავის, სულიერი სისუფთავის განახლების ერთ-ერთი სიმბოლო. აი ნახე ჯერ რა ლამაზია და მე თავისი დატვირთვა და სვიჟო სპეციალისტები აქ ლინდაოში აღიხსნიან და რა დატვირთვები აქ საჯობია ჩამეკიდოს რომელ მხარეს და რა ენერგიას აფრქვევს იგი თქვენს ასე ვთქვათ ოჯახში. ამის გარდა აი ნახეთ ახლა კიდევ რადონის სიმბოლოები გვაქვს ჩვენ. ეს არის ასე ვთქვათ თასი. ფულის თასი, რომელიც ასევე იზიდავს დროს ყველა ფინანსებს და მატერიალს ახსნებს და ეს არის სიყვარულის სიმბოლო. ორი თევზი ერთად და ეს სიყვარულის სიმბოლო, რომელიც ასევე ფინანსურ თასთან არის გაერთიანებული, რაც ხელს შეუწყობს ასევე რასაკვირველია მოზიდვას ფინანსებისა, სასიყვარულო ურთიერთობების სტაბილიზაციას და ასე შემდგომ. ამასთან ერთად არის სხვათა შორის ასეთი თასიც. აი ამ თასში ახლა შეგნით რასაკვირველია თქვენ აქ ვერ დაინახავთ, მაგრამ ჩადებულია სხვადასხვა ფერის, მოდი ესე ვთქვათ, კრისტალები, სხვადასხვა ფერის, ზომის, სხვადასხვა ქვები, მინერალები და ასე შემდგომ და ეს ყველაფერი არის ხვავის, სიუხვის, ბარაქის სიმბოლო, აქ არის წარწერები, რომელიც ხელს უწყობს აქ შეგიძლიათ ფულით ჩადოთ რასაკვირველია და ამით ასე ვთქვათ გააძლიეროთ თქვენი ასე ვთქვათ აი აქ არის ასეთ ფინანსური მონეტები ასევე შეგნით და ეს აძლიერებს თქვენს ასე ვთქვათ წარმატების ფაქტორს ამაზეც ხადი გაესაუბრებით იქაურებს და აგიხსნიან საჯობია როგორ აი ბრელოკი რომელსაც ქვია პიაოს ბრელოკი პიაო რა არის
იაო, ეს არის, მოდი ეს თქვათ, კატის ერთგვარი და ლომის, სადღაც ძაღლისაც ნაზავი, ასეთი უცნაური ცხოველი აქვს ჩინელებს, რომელიც ითვლება ავი თვალისგან საუკეთესო დამცავად. ადამიანის აურას იცავს ავი თვალისგან. ასეთ ბრალოკეთ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც გინდათ მანქანასთან დაკავშირებით, გინდათ საკუთარ გასაღებზე ჩამოკიდეთ და ასე შემდგომ დაატარეთ. აი, იცით თქვენ ასეთი არის კიდევ ძალიან საინტერესო სიმბოლოები ფინანსური, ესე იგი უსასრულობის ეგრეთ წოდებული სიმბოლო ბედნიერებისა და კიდევ ფინანსური სიმბოლოები ერთობლივად, რაც ასევე ხელს შეუწყობს ფინანსების და ბედნიერების მოზიდვას და არ დაგავიწყდეთ სპეციალური ხალიჩები. სადაც არის სპეციალური სიმბოლიკა, რომელიც იზიდავს ფინანსურ შესაძლებლობებს და კარგი იქნება რომ ფული ცოტა ხანი თუნდაც ამ ხალიჩაზე ასევე გადათვალოთ ან გააჩეროთ. ესეც ხელს შეუწყობს ფინანსურ მოზიდვებს, არ დაგავიწყდეთ რას გვქონია ქვები, მინერალები, აქ ჩვენ გვაქვს მაგალითად ძალიან საინტერესო ქვები, ეს არის მწვანე ავანტიურინი, ეს არის ამეთვისტო, მოგეხსენებათ, საინტერესო ქვა და ეს არის ხარის თვალი. ერთ-ერთ საუკეთესო დამცავი გარე უარყოფით ენერგიებისგან და შემდგომ ეს ყველაფერი შეგიძლიათ ლინდაოში შეიძინოთ და არ დაგავიწყდეთ რას გვქონია ეს. ეს ბევრმა იცის, სამი, ასე ვთქვათ, ერთმანეთზე მიბმული მონეტა. გახრეტილი მონეტა. ხა ეს მნიშვნელოვანია რატო? იმიტომ რომ ვიც უკვე ამას ატარებდა წინა წლებში მან იცის ამის მნიშვნელობა და აი ეს ძველი ესეთი მონეტა უკვე ახალი წლის დაწყებამდე უნდა ამოიღოთ. და უკვე უნდა ჩადოთ ახალი წელი დაეწყება თუ არა ეს ახალი, რომ შემოვიდეს ახალი ფულის ენერგია. იმან უკვე თავისი იმუშავა. ამიტომ ეს სიმბოლოც გავითვალისწინოთ და გამოიყენოთ. ეხლა შემოკარგებო ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენს უკვე რას გვქონია იქ აქ უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი ხა ყოველივე ამაზე მოგიყვეთ. დანარჩენზე უკვე სპეციალისტი გესაუბრებათ მაღაზია ლინდაოში ამის შესახებ და სადრა ჯობია რა ატრიბუტი და ამ შემდგომ. მაგრამ ეხლა ერთი რამ გავითვალისწინოთ რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სწორი პროფესიონალის რჩევები, იმიტომ რომ მე ისეთი რაღაცები მესმის. ამ ბოლო ხანს რომ ძალიან შევწუხდი, მინდა გითხრათ. ეს ჩვენი ზოგიერთი ფენშუის ვაი სპეციალისტი, ნუ ისეთ სისულელებს ამბობს, რომ აღარ ვიცი ახლა რა ვიფიქრო, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ზოგიერთ ეუბნებიან, რომ ცალფეხზე უნდა იდგეთ, ზოგიერთ ეუბნებიან, რომ ესე იგი მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრედათ 12 ცალი, ყურძენი უნდა შეჭამოთ, რა სისულელები გავიგე ისეთი, რომ სიმართლე გითხრათ, აი ძალიან დამაფიქრა ამ მდგომარეობამ, რომელიც ახლა ერში შეიქმნა, აი ესეთი ვაი ფენშუისტების გამო. ყველას არ გულისხმობ რასაგვირველი. ეხლა რატო? იმიტომ რომ შემოკარგებო ეხლა, როცა დღევანდელი ფენშუის სპეციალისტები ჯერ კიდევ ბაღში დადიოდნენ, მაშინ მე კიდე 90-იან წლების ბოლოს პირველად ვაცნობდი ჩვენ საზოგადოებას ინფორმაციას ფენშუის შესახებ და არა მარტო ასტროლოგიის შესახებ და მაშინ მქონდა ეს პირველი წარმოდგენები, ნაჩვენები, რა არის ფენშუი, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ შევხვდეთ ახალ წელს და ასე შემდგომ, ხო? ამიტომ აქედან გამომდინარე მე მაქვს არაერთი ლიტერატურა გადაკითხული ფენშუისთან დაკავშირებული, ნაჩვენად ცნობილი მათი პროფესიონალებისა, მაგრამ არცად წიგნში ასეთ სისულელები არ წამიკითხავს, რასაც წელს ლაპარაკობენ ზოგიერთი ჩვენი ფენშუის სპეციალისტები. ამიტომ მოდით ნუ ავყვებით რა რაღაც სისულელებს, რაც საჭიროა, აი ძირითადი აგერ ბატონო, რაც ჩვენ აღვნიშნეთ და კიდევ აგერ თუ მიხვალთ მაღაზია ლინდაოში, იქაც კიდე დამატებით იქაური სპეციალისტები გარკვეულ ინფორმაციას მოგაცვიან. ეს იქნება უფრო კორექტული და სწორი მოქმედება ფენშუის მიმართ. 1000 სისულელე რო ცალკე კილა და ცალფეხზე იდგე და რა არ დაიჯეროთ შემოკარგებო ესეთი რამ და ნუ აყვებით ამდაგვარ ეხლა სისულელეებს. სამწუხაროდ აი ესეთი რამ მოვისმინა და ნუ ეს ხა შოკის მონგრელი ამბებია რომ აი ესე გააპარტა ხო უძველესი მოძღვრება რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო, ნუ არ ვიცი. ხლა ამას კიდევ რაღაც თავისებური ალბათ ნიჭი უნდა რომ ეს გააკეთო. ეს რაც შეეხებოდა ესე იგი როგორ შევხვდეთ მომავალ წელს, რა სიმბოლოები გამოიყენო და ამას შესაძლებელია ჩვენ მაღაზია ლინდაო დაგვეხმარება, რომელიც მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში ვიმეორებ ოპერის ზევით აღმავალი ქუჩა, მასკვეთს პირველი გრიბოედოვი და კუთხეში არის ეს ქუჩა. ესე იგი კუთხეში არის ეს მაღაზია. და აი ეს მთელი სიმბოლოები რაც მეტად იქნება თქვენთან წარული ეს ყველაფერი იზიდავს მიმზიდველია ენერგიებისა, ხო, სასიკეთო ენერგიებისა. ამიტომ ახალი წლის დახვედა როგორც ჩვენ აუშვეთ პლუს ეს სიმბოლოები მოგცემს საშუალებას რომ გავეზიდოთ ფულის ენერგიას, ყვავილის ენერგია, ჯანმრთელობის ენერგია და ასე შემდგომ და დაუმატოთ რასაკვირველია ამას უკვე ჩვენი ჟურნალებიც, ჰოროსკოპი და შენი ჰოროსკოპი, საიდანაც თქვენ უკვე გაიგებთ
როგორ იქნება მომავალი წელი ზოდიაქოს ნიშანთათვის შესაბამისად იმოქმედებთ. აქ გაქვთ საშუალება უნიკალური იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ არა მარტო ზოგადი ინფორმაცია მიიღოთ, არამედ ცალკეული თვეების მიხედვით. და მაგალითად ეხლავე ჩაიხედოთ მაგალითად ოქტომბერში. და ნახოთ ოქტომბერი რა ტენდენციების იქნება თქვენი ზოდიაქოს ნიშნისათვის და აქედანვე დაგეგმოთ ზოგიერთი თქვენი მოქმედება, რაც რასაკვირველია გააფართოებს არეალს მოქმედებისა და უფრო მეტ წარმატებებს მოგიტანთ. ამიტომ ამ ტენდენციებს მიაქციოთ აუცილებლად ყურადღება და გამოვიყენოთ თავისთავად. ეხლა რაც შეეხება სხვა მშენებლობებს, ესე იგი მოდით აღმოჩნდეთ იგი როგორ შევხვდით, ეს უკვე ვიცით და გავითვალისწინოთ, ასევე შეიძლება შევხვდეთ 17 თებერვალს ზუსტად ამ რიტუალიკის გამოყენებით. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა მშენებლობებს, რომელიც უკავშირდება ზოგად ტენდენციებს მომავალ წლისა. რას მიაქციოთ განსაკუთრებულ ყურადღება? პირველში, 17 თებერვლიდან პერიოდი 3 მარტის ჩათვლით, თითქოს განსაკუთრებულ ყურადღებას რატო? იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს ცოტა მძიმე პერიოდი, ეს არის მზის და მთვარის დაბნელებების შუალეთი. ანუ გავდივართ დაბნელებების დერეფანს და მეორე ესეთი გვექნება აგვისტოში. ამიტომ ეს ორი პერიოდი განსაკუთრებულ სიფრთხილეს ითხოვს. აქ ეცადეთ რაღაც მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ თავიდანვე და ცოტა ფრთხილად გავიაროთ ტრადიციულად ეს პერიოდები და მოდესს წავნიშნოთ, რომ ჩვენ გვექნება ასევე სამი მნიშვნელოვანი ეტაპი გასავლელი, რომელიც უკავშირდება თეთრ თვარეს, ფარველ ანგელოზ სელენას. იგი დაახლოებით 15 მარტამდე იქნება ლომის ზოდიაქოში, ამ დროს გობს სტაბილიზაციას პირადი ურთიერთობებისა, შვილებთან ურთიერთობებისა, ზოგიერთ შეიძლება ახალი თანამდებობის წინაშე აღმოჩნდეს, ზოგიერთმა კონკურსებში, ლოტარეებში გამარჯვება მოიპოვოს ამასთან ერთად და ამ მხრივ რასკვლელი კარგია. 15 მარტიდან უკვე დაახლოებით 15 ოქტომბრამდე კი ის გადის ქალწულის ზოდიაქოს. ამიტომ ეს პროცესი, ეს პერიოდი უფრო მეტად უწყობს ხელს ფარველ ანგელოზის დახმარებას გამოჯამრთელების კუთხით. აი ზოგიერთი ვინც ავატყოფობდა, ის ადვილად გამოჯამრთელდება. შეიძლება ახალი მაგათად მეთოდოლოგია მოიგონონ ამა თუ იმ დაავადების კურნალობისა, ესეც შესაძლებელია. უმჯობესდება ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რაც ხელს უწყობს უფრო მეტად პროფესიონალურ განვითარებას და წინსვლას და საერთოდ ძალიან კარგია დალაგებისთვის. აი დალაგდება ადამიანთა გონება, ადამიანთა ურთიერთობა, შეიძლება საქმიანობა, ანუ ხელს უწყობს იგი მოწესრიგებას, დალაგებას ცხოვრებისა და აი მხრივაც ფარველ ანგელოზი ამ კუთხითაც დაგვეხმარება მედიცინის მუშაკთათვის მათ შორის ძალიან კარგი პერიოდია, რაც შეეხება უკვე 15 ოქტომბრიდან შემდეგ უკვე წლის ბოლომდე აქ უკვე სასწორი ზოდიაქოში გადადის თეთრი მთვარე და აქ უკვე ძალიან კარგი პერიოდია სტაბილური სასქესო პარტნიორული რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის საკმაოდ კარგია იგი, პარტნიორული თანამშრომლობათა ნაყოფიერია წარიმართება. ამ პერიოდში უკვე გაცილებით ადვილი იქნება მშვიდობიანად, დიპლომატიით, კომპრომისებით მოგვარება ნებისმიერი რთული საკითხებისა. რაც გაზრდის თქვენს წარმატებებს, სამართლიანობის გზნობა ამ პერიოდში იმატებს და იქნება მეტად დაცული. ამიტომ არაერთი ადამიანი, ვინც უსამართლოდ იყო დაუშვათ დასჯილი, აქ გამართლდება, მათ შორის ეს იურიდიულ სფეროსაც ეხება, ამიტომ გამართლების ვერდიქტები იქნება გაცილებით მეტი, ეს უკვე 15 ოქტომბრიდან, რაც უკავშირდება თეთრი მთვარის ფარველ ანგელოზის გავლას უკვე სასწორი ზოდიაქოს ნიშნესა 15 ოქტომბრიდან. რაც შეეხება შავ მთვარეს, მოგხსენებათ, რომ იგი უკვე გადავიდა 20 დეკემბრიდან და ახლობებით შუა რიცხვებამდე სექტემბრისა შილოსანში. ამიტომ მაქსიმალური რთული პროექცია აქვს ახლა უცხოეთთან კონტაქტებს. უცხოეთს შეიძლება ახლა გადაეყაროთ უფრო ამ პერიოდში ავანტიურის და მოტყუარ ადამიანებს. შეიძლება მათი დაპირებები არ ასრულდეს. ან დავშეთ შეიძლება უცხოეთში ყოფნის დროს დაიკარგოთ ბილეთი, დაიკარგოთ საბუთი, რაღაც სხვადასხვა სახის სირთულეებში, მანქანასთან დაკავშირებით სირთულეები წარმოექმნას. ამიტომ უცხოეთი ეხლა და უცხოელები თქვენ განსაკუთრებულ სირთულეს. იგივე საქართველოში თავდასხმები უცხოეთის მხრიდან ახლა გაორმაგდება სამწუხაროდ. ეს არის მოსალოდნელი და ამიტომ აქ ასე მდგრადობა გარკვეული საჭირო მათი ასე ვთქვათ ამ შემოტევების მიმართაც. აი ეს ტენდენციები აქ მოიმატებენ. შეიძლება სერიოზული რევიზია დაჭირდეს და შეიძლება მოხდეს ამ 9 თვეში, იგივე დავუშვათ საგანმანათლებლო სფეროში, მაგრამ აქაც არის ხიფათები, რადგან აქ შავი მთვარე შედის და არა თეთრი მთვარე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გამოჩნდნენ მატყუარა მასწავლებლები, მატყუარა იდეოლოგი პოლიტიკოსები,
და ამიტომ იყავით ძალიან ყურადღებით ხილად ეხლა, იმიტომ რომ აქ აი ესეთი ტენდენციები თვალშისაცემ იქნება. სპორტსმენებს განსაკუთრებული სიფრთხილე, იმიტომ რომ ამ პერიოდში ტრამბულობის, ავარიულობის, მოედნიდან გაგდების, კონფლიქტების, როგორც მწვრთნელებთან, ასევე დაუშვათ მოთამაშეებთან, ამის ალბათობა ძალიან მაღალია. მადლობს, იმიტომ რომ სპორტსმენები ხშირად ვერ იოკებენ აქ საკუთარ ემოციებს და ეს შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემების ფაქტორი. აი ეს ტენდენციები შამთვარესთან დაკავშირებით უფრო მეტად იჩენს თავს ამ პერიოდებში და ითხოვს ყურადღებას და პირველ რიგში აი ვერძისთვის განსაკუთრებით სახიფათოა მგზავრობა და უცხოელებთან კონტაქტი სწორედ. აკონტროლეთ თქვენში ამბიციები, ამ პარტაუნობა, ზედმეტი ქედმაღლობა, სულსწრაფობა, ეგოიზმი, როგორც ხელისშემშელი ფაქტორები და სარკასტული გამოთქმები. კუროსთვის ყველაზე მეტი ხიფათი იქნება სექტემბრის შუარწყებამდე შამთვარესთან დაკავშირებით ინტიმურ სფეროში. აი შეიძლება გადაეყუროთ ინტიმურ პარტნიორს, ზოგჯერ მოხიბლავ და მე ჯვარს გასმევთ. ამიტომ რავით ფრთხილად აქ მათ შორის ვენერიული დაავადებების ალბათობაც გაქვთ მაღალი და ფარული მტრები, ჯორები, ინტრიგები თქვენ ზურს უკან მოქმედებენ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურს უკან. თუ პარტნიორული თანამშრომლობა გაქვთ, სადაც ერთობლივი ფინანსებია ჩადებული, აკონტროლეთ პარტნიორის ფინანსური დანახარჯი. რომ ამას მე არ მოყვეს რაიმე სახის უსიამოვნებები. ამას მიექცეთ ყურადღება და ესე იგი თუ ვერც უსუსტება, მაგალითად ამ 9 თვის განმავლობაში ღვიძლი ნავლის ბუშტი, სუსტი ზონა კუროსი იქნება შარსასქესო რეპროდუქტიული სისტემა. ტყუპები. თქვენი ყველაზე რთული პროცესი უკავშირდება ამ 9 თვეში პარტნიორულ ურთიერთობებს. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ 7 გარემო, როგორც საქმე ან ბიზნეს პარტნიორებთან, ასევე სასწავლო პარტნიორებთან, რათა აქ არ მოხდეს რაიმე სახის უსიამოვნება პრობლემები და ამშვათ ისიც, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ აქ ყელის არემ, ენდოკრინულმა სისტემამ, ფარისებმა, ჯირკვალმა, თირკმელებმა ცოტა ნეგატიური დაღი დაასვას თქვენ ჯანმრთელობას. აუცილებლობა ეს არ დარმაგდეს, მაგრამ ეს ზონები გისუსტებათ. გერჩქებებს რაც შეეხება აი სწორედ დალაგებისთვის, მოწესრიგებისთვის თქვენი ცხოვრებისა, ძალიან კარგი პერიოდია. მაგრამ იყავით ყურადღებით, ახლა რა მხრივ ჯანმრთელობას მაინც უნდა ყურადღება. განსაკუთრებით კუჭნაძლავის ზონა გისუსტებათ, ამიტომ სწორ ყვებას მიაქცეთ ყურადღება და კოლეგებთან მეტი ტაქტი თავდაჭერა. თუ რა თუ ურთიერთობა გაგიფუჭდათ, ეს ნეგატიური დახს დაასვავს თქვენს კარიერულ განვითარებას. ლომებო, ყველაზე მეტი ყურადღება გჭირდებათ სასკვარლო პარტნიორული ურთიერთობების მიმართ. ანუ აქ ეცადეთ, რომ არ ეკონფლიქტოთ შვილებთან, არ ეკონფლიქტოთ სასკვარლო პარტნიორებთან, ხელმძღვანელ პირებთან ეს დამშვენ და ამიტომ გაუფრთხილდით გულსიზარვან სისტემას, იმიტომ რომ კონფლიქტების მერე დაიწყებთ ნერვიულობას და ეს პირველ რიგში დაარტყავს გულსიზარვან სისტემას. და ამ მხრივ გავით ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება ქალწულებს, ესე იგი შავმთვარის გავლა შვილოსანში პირველ რიგში ითხოვს ყურადღებას საუფასკორო პრობლემების მიმართ. აქ შეიძლება გაფუჭდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, ეგ რაღაც ესეთი ამდაგვარი ასწარელოდებით და ამის გაკეთების აუცილებლობის წინაშე შეიძლება აღვნიშნოთ სკულპტური გააკეთეთ შვიდად, ისე რომ საკუთარ თავსას და თქვენს ოჯახის წევრებს ნერვები არ მოუშავოთ. თუ ესეთი რამ იქნა, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს და განსაკუთრებული სიფრთხილე ახლობლებთან ნათესავებთან მართებაში, იმიტომ რომ აქ შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს, აქ შეიძლება იყოს წყენა, აქ შეიძლება მოდი აღვნიშნოთ, რომ ამ სფეროში ნუ გადაწყვეტოთ მემკვიდრეობით საკითხებს, თორე ეს უფრო მეტად დაძაბავს ურთიერთობებს თქვენს ახლობლებთან და ამ მხრივ იყო ცოტა მეტად ყურადღებიანი და ფრთხილი. სამშობლოში ფარული მტრების, ჯორების, ინტრიგების ალბათობა გაქვთ საკმაოდ მაღალი და ესეც გაითვალისწინეთ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კიდევ, ესე იგი სანამ გავაგრძელებთ ეს თემატიკა შავმთვარისა და მასზე საუბარს, ახლა მოდი აღვნიშნოთ, რომ ესე იგი აი ამ ასტრო კალენდრებში და ასტრო ჟურნალებში, რომელიც ჩვენ ავნიშნეთ, ხო? აქ ყველგან არის მიწერილი ტელეფონის ნომერი. რისთვის? ეს არის 599-91-52-38. მეორე 599-91-52-38. ეს არის მსურველებისთვის, ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპი შეადგინოს და მოვიდეს ჩემთან. აი მაგ დაგვირეკეთ ამ ნომერზე და უკვე კი ბატონო შევხვდეთ, ვისაუბროთ, დავსახოთ თქვენი კარმული მისიაც ვნახოთ რა შეა და გამოვასწოროთ. შესაბამისად, მოდი ესე ვთქვათ, რომ ინფორმაცია გექნებათ საკმაოდ დიდი, არგაც მოსაფიქრებელი და მე სამოქმედო. რაც ხელს შეუწყობს რადიკალურ ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში, ამის არაერთი დასტური მაქვს, რაც შორის არსად არ მივდივარ იანვარში აქა ვარ, ამიტომ შეგვიძლია შეგვეხმაროთ
საქმეანო და უკვე იანვარშივე ბევრი ესე თქვენი კარმული საკითხები გადავწყვიტოთ. ეხლა გავაგრძელოთ უკვე საუბარი ჩვენს ჩამთვარზე საუბარი თეთრი მთვარე მიმოვიხილეთ, ანუ პარველი ანგელოზის ალენაზე გავლენა როგორ შეხვდეთ ახალ წელს ესეც მიმოვიხილეთ და ეხლა აღნიშნოთ ასევე ისიც თუ შამთვარზე ვსაუბრობთ, ანუ მაცდუნებელი ძალა, მე-9 მოციქული სატანისა ლილითი რაზე გავლენას ახდენს ადამიანებს 6 ზოდიაკო მიმოვიხილეთ და რეკლამის მერე ვსაუბრობთ უკვე მეორე ქსელზე ზოდიაკოს ნიშნებისა სასწორისთვის თავარი ასე ვთქვათ ყურადღება საჭირო რათა არ აყვეთ ლილითის ზეგავლენას არის ინფორმაციის ველი ანუ ფეიკების არასწორი ინფორმაციის თქვენი მოტყუების ალბათობა იქნება მაღალი ყველაფერი გადაამოწმეთ სასწორება ნუ რავის ნუ რაფერში ნუ ენდობით და ხელშეკრულებას თუ დებთ ყველა პუნქტს გადახედეთ აიცადეთ არ დაძაბოთ ურთიერთობები დებთან ძმებთან მეზობლებთან და ზოგიერთ მეგობართანაც კი ამის ტენდენცია არის აუცილებლობა არა გავფრთხილდით სასუნგ სისტემას ფილტვებს ბრონქებს ამიტომ თამბაქოსგან იღავით ცოტა შორს. რაც შეეხება მორიელის ზოდიაკოს ნიშანს, მთავარი პრობლემა მორიელისთვის არის ფული, ფინანსები. ანუ შემოკარგებო ფინანსური დანაკარგების, არასწორი კაპიტალ დაბანდებების, ინვესტიციების ალბათობა გაქვთ მაღალი. და ამიტომ გამომდინარე აქედან ცოტა ყურადღებით ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოერიდეთ. ფრთხილად ფინანსებთან მიმართებაში არ აყვეთ ასევე პროვოკაციებს ფინანსურ დაკავშირებით და არ აყვეთ ავანტურისტ ადამიანებს, რომლებიც აუცილებლად შეიძლება გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში და ეცდებიან რას თქვენს დარწმუნებას, რომ აი მოდი ჩავდოთ ეს თქვენი ფული ამ რაღაც პროექტში, რომელიც უზარმაზარ მოგებას მოგიტანს და მე ყველაფერი საფნის ბუშტივით გასხდება და დარჩებით ხახამშრალი. ამიტომ იღავით ყურადღებით. ავანტურისტი ადამიანები, რომლებიც ეცდებიან თქვენი ფულის დახარჯვას, იქნება საკმარისი, ან რომლებიც ჩაგთავენ ფრიად საეჭვო ავანტურისტულ ფინანსურ პროექტებში. ამ ხრივ იღავით ყურადღებით. სუსტება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აქ თავარი თქვენი პრობლემა არის გვარგდასული ამბიცია, ამპარტაუნობა, ქედმაღლობა, გადამეტებული სიამაყე, ასევე სულსტრაფობა, იმპულსურობა მოქმედებისას, სარკასტული გესლიანი გამოთქმები, ეგოიზმი, ფეთქებადი ემოციები, აი ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოთ. სხვანაირად აქ უკვე შემთვარე სამსახურში ექცევი და პრობლემებს იძენთ და განსაკუთრებით მიაქცევთ ყურადღებას ძარღვებს და თავის არე, ზოგჯერ თავის ტკივილებმა შეიძლება მეტად იშინონ თავი. თხის რქება მთავარი თქვენი პრობლემა არის ფარული მტრები. ჭორები, ინტრიგები, რომელიც თქვენ ზურგს უკან მოქმედებენ და აქედან გამომდინარე აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან. ამასთან ერთად რაც ვცოდოთ, რაც შეიძლება ფრთხილად იყავით ალკოჰოლურ სასმელებთან, ნარკოტიკულ ნაერთებთან, ფსიქოტროპულ პრეპარატებთან. ყოველივე ამან შეიძლება მერე გამოიწვიოს თქვენი არაადეკვატური რეაქციები და პრობლემური სიტუაციების გამოვლენა და ეცადეთ არ დაძაბოთ ურთიერთობა მეგობრებთან. თორე სხვანაირად შეიძლება მეგობრული განშორების წინაშეც კი აღმოჩნდეთ და აღვნიშნოთ ასევე ისიც, რომ პირველ რიგში გავითვალისწინოთ ლიმფური სისტემა, ტერფების ზონა, ხედველობა, როგორც სუსტი წერტილები, ასე ვთქვათ, სექტემბრის ყოველ შემთხვევაში ივარიცხებამდე პერიოდსა. მერწყულებო, თქვენ განსაკუთრებული სიტყვილე გმართებთ თქვენი თავისუფლების მიმართ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფლება, მაგრამ ეხლა ეს თავისუფლებისადმი ლტოლვა თქვენში ორმაგდება და გადადის ანარქიულ ელფერში. ამიტომ თავისუფლების გამო შეიძლება უარი თქვათ გადასარევ პროექტებზე, გადასარევ ქორწინებაზე, გადასარევ პარტნიორზე, იმიტომ რომ ის რაღაცით შეამცირებს თქვენს თავი. აი ეს არ გააკეთოთ. თორე შემთვარე სამსახურში ექცევით პირდაპირ. თავისუფლების გამო უწახვალთ ისეთ ნაბიჯებზე, რამაც შეიძლება მერე დიდი უსიამოვნებები მოგიტანოთ. და ამ ხრივ იღავით ყურადღებით. განსაკუთრებული სიფრთხილე მეგობრებთან ურთიერთობებს, იმიტომ რომ აქ მათი მხრიდან ჭორების ინტრიგების ალბათობაც მოიმატებს, მოტყუების თელობაც შეიძლება იყოს. თქვენი მხრიდან მათთან ურთიერთობებში ზედმეტი ემოციების შეტანა შეიძლება გახდეს კონფრონტაციის მიზეზი და განსაკუთრებული სიფრთხილე ინტერნეტთან. რათა აქედან არ დაიძაბოს თქვენი თვალები, ნერვული სისტემა, ამან ნევროზი, სტრესი არ გამოიწვიოს, სხვადასხვა შიშები და ამ ხრივ იყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად და ფეიკების ალბათობაც სხვა შორის თქვენთან მიმართებაში ინტერნეტიდან ძალიან მაღალია. ესეც გაითვალისწინოთ. ყველა სუსტი გაქვთ ამ შემთხვევაში ვენების სისტემა, ამიტომ დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით, ჯობია იაროთ ვიდრე იდგეთ და ასევე მხედველობა. რაც შეეხება თევზებს, თევზების მთავარი პრობლემა მომავალ წელს იქნება ურთიერთობა ხელმძღვანელებთან. რაც მეტად აქ იქნებით ტაქტიონი, დელიკატური, ფრთხილი, წინდახედული, ინტუიციური, მით უფრო მეტად წახვალ წინ გარეული კუთხით, მაგრამ თუ ურთიერთობა დაიძაბა თქვენსა და ხელმძღვანელებს შორის, ამას შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს თქვენი კარიული წინსვლის პერსპექტივა. განსაკუთრებით გავფრთხილდით ძლოვან სისტემას, ხერხემალ სახსრებს, სიმძიმეებს ნუ აწევთ მით უმეტეს მკვეთრი მოძრაობით. თორე ამას შეიძლება რადიკულარული
და ტრევმატული პროცესები გამოიწვევს თქვენთან მიმართებაში. Այս ტენდენციები აკითხავენ განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც ყველაზე ისეთი ხელისშემშელი ფაქტორები. ახლა წელიწადი შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად 30 ივნისამდე, როცა გამარჯვების პლანეტები გადის კირჩხიბის ზოდიაქოს და 30 ივნისის შემდგომ, როცა ის გადება უკვე ლომის ზოდიაქოში. აი აქ სწორედ ძალიან მშვენიერი რომ ეს პერიოდებიც გავითვალისწინოთ გარკვეულწილად და ზოგადად მოდით აღვნიშნოთ რომ მაგალითად იანვარი ჩვენ აუშვეთ კარგია. თებერვალი ყარი ცოტა რთული, იცით თქვენ აქ მზის და მთვარის დაბნელებებია, მარტი იქნება 7 შედარებით წყნარი, აპრილსაც არ აუშავს. სხვათა შორის აი მაისის 10 რიცხვიდან ყოველ შემთხვევაში 25-მდე პერიოდი კარგია. აი 10-მდე ცოტა დაძაბულია. ივნისი ცვალებადია ტყუპებივით, ხან კარგია, ხან ცუდია, შეიძლება ესე ვთქვათ. ივლისის პირველი ნახევარი 10-მდე რთულია, მერე გაცილებით უკეთესია. აგვისტო ასევე ცოტა რთულია, განსაკუთრებით ის მეორე ნახევარი, იმიტომ რომ აქაც ჩვენ მზის და მთვარის დაბნელებების დერეფნებს გავდივართ. და სექტემბრის მეორე ნახევარი იქნება ცოტა დაძაბული, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის შუა ერთი დავუშვათ იქ კვირა ალბათ და დეკემბერი ცოტა რთულია. აი ეს ტენდენციები გვაქვს ესე წლის განმავლობაში ყველაზე რთული. დარჩენილი პერიოდები გაცილებით უკეთესია და უფრო წარმატებულია ყველასთვის. და ახლა მოდი აღვნიშნოთ კიდევ ისიც რომ მშვენი მოვლენა ხდება ურანი 26 აპრილს ეს მოულოდნელობების მმართველი პლანეტა რომელიც ახლა იმყოფება კუროს ზოდიაქოში და ძალიან დიდ ცვლილებებს გვიმზადებს ფინანსური კუთხით 26 აპრილს იგი გადადის უკვე 7 წლით ტყუპების ზოდიაქოში. ახლა ეს მშვენი მოვლენა იქნება მოვალი წლის, იმიტომ რომ ამან შეიძლება რადიკალურად შეცვალოს სერიოზულად მსოფლიოს საბანკო, ეკონომიკური, საფინანსო სექტორი. იმიტომ რომ აქ შეიძლება გაჩნდეს მათ შორის მოულოდნელად ტრანსფორმაცია მოხდეს მაგალითად საბანკო სისტემისა მთლიანად და შეიძლება შეიქმნას ახალი ვალუტა. აი რადგან მაგალითად განსაკუთრებულად აქ ლაპარაკობს პრეზიდენტი ტრამპი, ხო? ამიტომ შეიძლება ბიტკოინების სისტემა წამოვიდეს წინაპრებზე, ანუ მოულოდნელად ესეთი სიახლეები და ახალი ტექნოლოგიები გაჩნდეს, რომ ზოგიერთ ადამიანს გაუჭირდება, ასე ვთქვათ, მისა დაგება ამ ფინანსური ცვლილებებისადმი. რისი ალბათობა ძალიან მაღალია. განსაკუთრებით მეორე 26 აპრილის შემდგომ. ეს ტენდენციები იქნება მოსაუბრებელი. სატურნი და ნეპტუნი ორი მნიშვნელოვანი პლანეტა გადაენაცვლებს უკვე სადღაც თებერვლის შუა რიცხვებიდან სატურნი 2 წლინახევრი და ნეპტუნი თითქმის 13 ნახევარი წლით ვერძის ზოდიაქოში. ამიტომ ვერძებო იყავით ყურადღებით. იმიტომ რომ სატურნის გადმოსვლა ყოველ შემთხვევაში უახლოესი 2 წელიწად ნახევარი გარკვეულ რაღაცებში დათრგუნავს თქვენში. შეიძლება ზოგიერთი იდეა, შეიძლება ზოგიერთი პროექტი, შეიძლება ზოგიერთი ურთიერთობა და დამთქმელი ელემენტები შეგადაში გიჩვენენ თავს. და რას ითხოვს თქვენგან სატურნი, რომ ამ თრგუნების პრინციპიდან გამოხვიდეთ. ორგანიზებულობის, დისციპლინის, შეუპოვრობის, მიზანსწრაფის, მოთმინების, შრომისმსახურების, ნებისყოფის გამოვლენას. თუ ამ პრინციპებს გამოავლენთ, მაშინ სატურნი ნაკლებ ბარიერებს შეიქმნიდა. თუ არ გამოავლენთ, მაშინ სატურნმა შეიძლება გაცილებით მეტი სირთულეების შექმნას და გამოიწვიოს კიდევ ზედმეტი ფანტაზიები, რომელიც ილუზიებში გადავლენ და ამით შესაბამისად დაგაშვებინებთ. ეხლა კიდევ რით არის რთული ვერტში სატურნის და ნეპტუნის გადასვლა. აი რთულია იმით, რომ აქ შეიძლება მოიმატოს ფანატიზმმა, რელიგიურმა ფანატიზმმა, იმიტომ რომ ნეპტუნი ეს არის რელიგია, ეს არის რწმენა და სატურნი ეს არის წესრიგი, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ცეცხლის სტიქიაში, ანუ ვერტში. და ამიტომ შეიძლება გამოყენებული იქნას ცეცხლსროლი იარაღი. მათ შორის იმისთვის, რომ ვიღაცამ თავისი რწმენა დანერგოს სხვისი რწმენის საწინააღმდეგო. და ამან შეიძლება გარკვეული კონფლიქტები, ომები გამოიწვიოს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რადგან 17 თებერვალს იწყება, შემოდის გიჟგადარეული ეს ჩვენი მუსტანგი ცხენი, 17-ში არის სწორედ მზის დაბნელება, როგორც აღვნიშნეთ. ხო, ან დაბნელებაში შემოდის წელიწადი. ამიტომ მე რო პრეტენზიები არ იყოს ჩემთან, თუ არ გითხარით, პირდაპირ გეუბნებით, რომ 7 წელიწადი არ იქნება. არ ამბობ, რომ ცუდია. ზოგისთვის შეიძლება ძალიან კარგიც იყოს. შემოაქვს მას რეფორმები, შემოაქვს სიახლეები, შემოაქვს დიდი რაოდენობით ცვლილებები, მათ შორის დიდი ენერგია, მაგრამ თავარი ამ ენერგიას ადამიანები რაში გადაიყვანენ? სიკეთეში, სიყვარულში, თუ ნგრევაში და ომებში. ამიტომ ომები არ გაჩერდება, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამძაფრდეს პოლიტიკური კუთხით.
გულისხმობ ამას 2026-ში და აქ უფრო მეტი შეიძლება იყოს რელიგიური ომებიც კი გამზაფრებული. ეს ტენდენცია არის ხა თუ ადამიანი მეორე ამას გადაიყვანს შემოქმედებაში, შეიძლება შემოქმედებითი შედევრებიც კი წარმოიქმნას. ეს უკვე თვით ადამიანებზეა დამოკიდებული ამ უზარმაზარ ცხენის ენერგიას რაში გადავიყვანთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აქედან გამომდინარე უკვე შესაბამის შედეგებსაც მივიღებთ. მაგრამ ძალიან კარგია პერიოდი საოჯახო საინტერესო ურთიერთობებისთვის, სამშობლოს პატრიოტიზმისთვის, სამშობლოს ისტორიო-ეთნოგრაფიული პრინციპების და სიღრმეების შესაძნობად, საოჯახო საინტერესო უკავშირებთან ერთად ძალიან კარგია განსაკუთრებით მეორე ნახევარი უკვე მათ შორის სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის. აქ შეიძლება პარტნიორის სასკეთო თანამშრომლობაც გაჩაღდეს, შვილებთან ურთიერთობა უმჯობესდება, ამიტომ ამ კუთხით უდავოდ ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს მომავალ წელიწადს. და ეხლა მოდი ამშვიდ უკვე ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნების ტენდენცია პირველ რიგში რაც შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქოს ნიშნებს, თავარი მოქმედი პირი ასკვილი არის ცხენის წელიწადში დაავადებული ადამიანი და ასკვილია უნდა დაიწყოს რაღაც ახალი მშვენი რაღაც ცვლილებები უნდა შემოიტანოს თავის ცხოვრებაში, მაგრამ მაინც ყველაზე მეტი პერსპექტივები აქვს მას, შემდეგ უკვე აღნიშნოთ ასევე ვეფხვის წელიწადში დაავადებული ადამიანები, ძალიან კარგი იქნება ძაღლის წელიწადში დაავადებულთათვის და მათ მერე უკვე შემოდის დრაკონი და ასევე კარგი იქნება მაიმუნის წელიწადში დაავადებული. აი ესენი მთავარი ფავორიტები არიან, მოდი ასე ვთქვათ, მომავალ წლისა. ცოტა მეტი სიფრთხილე მართებს მამალს. მამალისაც ენერგიულია და ახლა კიდე ცხენის უზარმაზარი ენერგია, თლათ არ გადარიოს ეს ნიშანი და ჭკუით არ გადაიყვანოს და არ გახდეს ზედმეტად იმპულსური და აგრესიული. აი ამას მიაქციეთ ყურადღება და ასევე კატაკურდლის წელიწადში დაავადებულებს ცოტა მეტი სიფრთხილე მართებთ, რომ თქვენც არ იყოთ ზედმეტად აქტიური იყავით, უნდა არაზედმეტად აქტიური და არაზედმეტად აგრესიული. აი ეს ტენდენციები აკითხავენ მაქსიმალურ ყურადღებას თქვენი მხრიდან. ეს რაც შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქოს დარჩენებისთვის მეტნაკლებად ასე ვთქვათ სტაბილურია წელიწადი. რაც შეეხება დასავლურ ზოდიაქოს ნიშნებს, აღმოჩნდეთ რომ ვერძისთვის ჩვენ უკვე აღმოჩნდეთ რომ სატურნი თებერვლიდან სადღაც ცოტა რაღაც დაბრკოლებებს შექმნის, მაგრამ მთლიანობაში წელიწადი კარგი არის ისთვის საოჯახო საინტერესო ურთიერთობებისთვის. აი პირველი ნახევარი წლისა გაატარეთ მეტად სამშობლოში. აქ გაქვთ მეტი შანსი, მეტი საინტერესო წინადადება, ინტუიცია იზრდება, რომელსაც დაყრდნობით სწორად შევასაკეთებთ. შეიძლება საუბაცხოვრებო საკითხებით მოაგვაროთ, ამ ხრივაც იყოთ წარმატებულები და ოჯახის წევრები და ნაცნობებიდან იღებთ ძალიან დიდ დახმარებას, რა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენთვის აი მეორე ნახევარი უკვე 30 ივნისიდან ძალიან კარგია სიყვარულისთვის, შვილებთან ურთიერთობისათვის. აქ უკვე შეგიძლიათ იქორწინოთ, აქ შეგიძლიათ სხვათა როგორც ლიდერმა, ხელმძღვანელმა გამოავლინოთ თქვენი უშიარი ხასიათი, მებრძოლის სულისკვეთება და გახდეთ ლიდერი რაღაც გარკვეული ორგანიზაციისა, სადაც აშკარად დაიბევებთ ავტორიტეტს და უფრო მეტად წახვალ წინ. კუროს რაც შეეხება პირველი ნახევარი წლისა ძალიან კარგია კომუნიკაციისთვის, აქ შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ სწავლისთვის, პარტნიორული თანამშრომლობა, დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობა უმჯობესდება, მგზავრობა, მოგზაურობა ფრიად ნაყოფიერი იქნება, ანუ დინამიური მოქმედება მეტად საჭირო. და კომუნიკაცია. აი მეორე ნახევარი უფრო შედარებით უფრო მშვიდია. აქ ინტუიციაც გაძლიერდება, მასზე დაყრდნობით სწორად შევასაკეთებთ და უფრო მეტად საოჯახო საინტერესო ურთიერთობა იქნება თქვენი წარმატების მთავარი ფაქტორი. რაც მეტად ურთიერთობა იქნება აქ დალაგებული, კარგად დაწყობილი, მემკვიდრეობის საკითხებით შეიძლება გადაწყვიტოთ და ნაცნობებთან ურთიერთობა თქვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდეს. შეიძლება აქ საუბაცხოვრებო პრობლემებიც მოაგვაროთ, დაუშვათ რემონტი გქონდათ სახლში, მოაგვარებთ, დაამთავრებთ, იგივე დაუშვათ ავეჯ შემოიტანთ, გაალამაზებთ თქვენს სახლს და ასე შეგვიძლია ამ კუთხითაც ძალიან კარგია. ტყუპებს რაც შეეხება პირველი ნაწილი წლის 30 ივნისამდე ფინანსური კუთხით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წინა პერიოდში დაწყებული საქმეები ახლა ფინანსურ დივიდენდებს მოიტანენ. შეიძლება წლის პირველ ნახევარში ძალიან საინტერესო პროექტებში ჩაერთვით, რაც ფინანსური კუთხით იქნება მონგებიანი, პრემიები, ბონუსები ხელშეუწყობენ ასევე თქვენს ფინანსურ წარმატებებს, ამიტომ თუ კარგად იქნება მოფიქრებული ფინანსური კაპიტალდაბანდება, ინვესტიციები განხორციელდება საკმაოდ წარმატებულად. მაგრამ იმოქმედოთ მაინც ყველგან პრინციპით შვიდჯერ გაზომ ერთხელ გაჭერებთ. თხილად წინ და ხედულად დაიცავით ადგილება. ამას ითხოვს სამყარო თქვენგან, რათა ეს პერიოდი იყოს უფრო წარმატებული. მეორე ნახევარში გაილაღებთ. ეს თქვენი დროა, იმიტომ რომ აქ კომუნიკაცია, ურთიერთობა, საინტერესო ადამიანების გაცნობა, საინტერესო ინფორმაციის მიღება, პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, მოგზაურობა, აი ესეთი დროა. რაც თქვენ ძალიან გიყვარდა. ამიტომ აქ განსაკუთრებით გაილაღებთ, ეს მარწუხები მოგეხსნებოდა უფრო
უფრო თავისუფლად იმოქმედებთ. რაც შეეხება კირჩხიბებს, პირველი ნახევარი ძალიან კარგია. მთავარი ფავორიტი ერთ-ერთი მომავალ წლის არის კირჩხიბი. აქ რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ, აი ეგ საკუთარ თავზე ინიციატივა, ნუ შეგეშინდება ნურაფრის პასუხისგებლობა, ეგეთ გამოვამდეთ ლიდერული ორგანიზებული თესობების საჭირო უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, ეს არის თქვენი წარმატების მთავარი საწინდარი. მეორე ნახევარში კი უკვე ფინანსურად გაილაღებთ, მატერიალური დივიდენდების მიღების ძალიან კარგი შესაძლებლობა გექნებათ და აქ უკვე შეგიძლიათ გაიმართოთ ფინანსურად რაღაც საინტერესო ინვესტიციები, კაპიტალ დამატებები, განახორციელოთ, რაც ამ კუთხითაც სერიოზულად ვთქვათ, წარმატებას მოგიტანთ. თუმცა მეორე ნახევარში წლის აუცილებლად უნდა იმოქმედოთ პრინციპით 7 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. თხილად წინ დახედულად მათ შორის ფინანსური ოპერაციების დროს, რათა უფრო წარმატებულად იმოქმედოთ. ლომს რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს, პირველი ნახევარი აქ შეიძლება იყოს შინაგანი ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის პერიოდი, თუმცა კლიანობაში კარგი წელია, უდაოდ ერთ-ერთი ფავორიტი ხარ თქვენ, მაგრამ პირველი ნახევარში მაგალითად შეიძლება რაღაც წმენის კუთხით რაღაც ცვლილებები მოხდეს ტრანსფორმაცია, შეიძლება დავუშვათ ახალი სულიერი მასწავლებელი იპოვოთ, რაღაც საინტერესო წიგნი წაიკითხოთ, ეზოთერიკით დაინტერესდეთ, ეს ტენდენციები არის, ოღონდ სამყარო თქვენგან საიდუმლოს დაცვას, ენაზე გველის დაჭერას. აქ არ იხმაუროთ. რას აპირებთ, ვინ გაიცანით, რა პერსპექტივები გაქვთ, ჩუმად იმოქმედოთ, უკვე მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით 30 ივნისის შემდგომ იწყება თქვენი ვარსკვლავური ერთწლიანი პერიოდი განვითარებისა, რომელიც რომის დროსაც იქნებით მთავარი ფავორიტი. აქ უკვე როგორც აქტიური, ენერგიული ლიდერი, ხელმძღვანელი, უშიშარი, მებრძოლი, კეთილშობილი ასე გაასტუმთ. საზოგადოებას თქვენს თავს, რაც ავტორიტეტსაც გასდის და ერთი-ორად წარმატებებს მოგიტანთ ყველა სფეროში. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშანს, პირველი ნახევარი ითხოვს წლისა რეფორმებს, სიახლეებს, აი რაღაც ახალი უნდა დაანერგოთ, ახალი მეთოდოლოგია, შეიძლება ახალი მსოფლმხედველობა შექმნათ, ახლებური ურთიერთობები ერგვლიყო ადამიანებთან, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტი, შეიძლება ახალი მეგობრული წრე შეიქმნას, ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. მეორე ნაწილი კი უფრო მშვიდია შედარებით, აქ ინტუიცია ძლიერდება, მასზე დაყრდნობით სწორად მოქმედებთ, შეიძლება მიიღოთ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციებში, რაც თქვენი წარმატების ასევე ერთ-ერთი წინაპირობა იქნება და მეგობრული კონტაქტებით საგრძნობად უმჯობესდება. რაც ხელს უსვამს უფრო სტაბილურად, ასე ვთქვათ, მეორე ნაწილის გავლას, უფრო შვიდად, შეიძლება ესე ითქვას, და მფარველი ანგელოზის თქვენს გვარას იქნება, ამიტომ ერთ-ერთი ფავორიტი ასევე იქნებით თქვენს. სასტორს რაც შეეხება პირველი ნახევარი წლისა პროფესიონალური კუთხით არის ძალიან კარგი, კარიული განვითარებისთვის, შეიძლება პროფესიონალიზმი აიმაღლოთ, შეიძლება პროფესიონალური კურსები გაიაროთ, კვალიფიკაცია აწიოთ და ასე შემდგომ. მეორე ნახევარი უკვე წლისა უფრო თავისუფლებას მოგცემს, სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თვით გამოხატვა, არასტანდარტული მოქმედებები, თქვენს პოპულარიზაციას გასდის, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, მეგობრული კონტაქტები იქნება ფრიად ნაყოფიერი და მეტად წარმატებული. სიახლეების რეფორმების დროა. რაც შეეხება მორიელს, პირველი ნახევარი წლისა, რაც შეიძლება მეტი მოგზაურობა, უცხოელებთან კონტაქტი, უცხოენების ათვისება, შეიძლება ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა უცხოელებთან, მეორე ნახევარი უკვე შეუძლებს პროფესიონალურ წინსვლას, კარიერულ განვითარებას და გაუმჯობესებას ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა. რაც შეეხება მშვილდოსნებს, აქ პირველ ნახევარში ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტ თუ ხმაურობთ თქვენი გეგმების შესახებ, აკონტროლეთ პარტნიორთა ასე ვთქვათ, ხარჯი ფინანსური თუ ერთობლივი ფინანსური საქმიანობა გაქვთ და მეორე ნახევარი ზუსტად ის არის, რაც თქვენ გიხარიათ 30 ივნისის მერე მოგზაურობის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტების, არანახული შთაბეჭდილებების მიღების დროა. რაც შეეხება თხის სქემს, პირველი ნახევარი კარგია ქორწინებისთვის, შემოქმედებითი ნიჭის უნარის გამოსავლენად, შემოქმედებითი მუშაობისათვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის და მშვიდობიან ნებისმიერი პრობლემების გადაწყვეტისთვის იზრდება თქვენი სამართლიანობის გზნობა, რითიც ავტორიტეტს აწევთ ზევით. მეორე ნახევარში ცოტა ფრთხილად. აქ უკვე განსაკუთრებით შუა სექტემბრიდან შემთვარე გადმოვა თქვენ ზოდიაქოში და ამიტომ ყურადღება ფრთხილად ზედმეტი არ ილაპარაკოთ, საიდუმლო არ გათქვათ, ხელმძღვანელებთან მაქსიმალური ტაქტით აუდაჭერა, რათა აქ ურთიერთობა არ დაეძაბოს და ამან ნეგატიური დაღი არ დაასვას თქვენს კარიერულ განვითარებას. მერწყულებს რაც შეეხება პირველი ნახევარი წლისა, კარგია იმ მხრივ, რომ გაწესრიგებთ, მოწესრიგდება აზრები, ურთიერთობები, საქმეები და შემდგომ თუ ჯანმრთელობის პრობლემა იყო, ესეც გამოჯანმრთელდები და მეორე ნახევარში უკვე იქნებით უფრო აქტიური, ენერგიული, უფრო თავისუფალი. აქ მეორე
ნახევარში უფრო მშვიდობიანი ხართ, სამართლიანი ხართ. მეორე ნახევარი ძალიან კარგია ქორწინებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ხელოვნების ფართო სპექტრთან მუშაობისა და შემოქმედებით ნიჭის გამოსავლენად. რაც შეეხება თევზებს, პირველი ნახევარი წლისა ძალიან კარგია სასქესო პარტნიორული კონტაქტებისთვის, ქორწინებისთვის, შვილებთან ურთიერთობისთვის, აქ შეიძლება კარგი ლიდერული ორგანიზებული ცნებები წარმოაჩინოთ და ამით დაიბეოთ თქვენი ავტორიტეტი. მეორე ნახევარი უფრო მეტად ალაგებს. ცხოვრების სულ პრინციპებს, წესებს, აზრებს, ემოციებს, რაც უფრო მეტ სიმშვიდეს შემოიტანს და უფრო ასე ვთქვათ მოწესრიგებას თქვენი ცხოვრების. აი ზოგადად ტენდენციები, რომელიც 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს შეეხება და ასეთ იქნება ზოგადი ტენდენციები, რაც ყველა ეს დროის და მიხედვით ვამბობ, შემდეგი ასე ვთქვათ წელიწადი ზოდიაქოს ნიშანთათვის. ახლა მინდა მცირეოდენი ინფორმაცია მოგაწოდოთ კიდე აი შემდეგ კვირასთან დაკავშირებით, ანუ 29 დეკემბრის და 4 იანვრის შუალედში. პირველ რიგში აღნიშნოთ, რომ 29-ში აი ჩვენ ანგელოზის დრო გვაქვს 13 საათიდან 20 წუთიდან 14 საათამდე 16 წუთამდე. 30-ში 13 საათიდან 35 წუთიდან 14 საათამდე 22 წუთამდე, 31-ში 13 საათიდან 10 წუთიდან 14 საათამდე 10 წუთამდე. შემდგომ უკვე პირველში 11 საათიდან 22 წუთიდან 12 საათამდე 5 წუთამდე. ორში უკვე დილის 7 საათიდან 40 წუთიდან დილის 8 საათამდე 35 წუთამდე. სამში 11 საათიდან დღისა 12 წუთიდან 12 საათამდე 3 წუთამდე და 4-ში 12 საათიდან დღისა 10 წუთიდან 13 საათამდე 3 წუთამდე. ეხლა ვისაც უნდა თმის შეჭრა, მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ ორშაბათი, სამშაბათი ამ კუთხით კარგია თმის შეჭრისათვის. და მნიშვნელოვანი დავუშვათ საკითხები თუ გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი კურნალობის დავუშვათ დაწყება თუ გინდათ ეს ყველაფერი უმჯობესია რომ დავუშვათ აი სადღაც ანუ 28-ში აი დღეს კარგი ამ კუთხით, მაგრამ დარჩენ დღეები რო თქვა რომ გადასარევი არა, მაგრამ საშუალო არის ნამდვილად. და აღნიშნოთ რომ დარჩენ ტენდენციებს უკვე ჩვენ შემდგომ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ რეალურად ახლა მე გემშვიდობებით დაახლოებით 2 კვირით, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ შევხვდებით 11-ში, 11 იანვარი ეს არის კვირა დღე და აქედან უკვე გავაგრძელებთ ურთიერთობებს, თუმცა იქამდე ხვალ ჩვენ დილით შევხვდებით ტელეიმედის ეთერში, დილის 15 წუთი 8 კლია 9-ს, მერე გადავისვლებთ რადიო იმედში 10:20 წუთზე და ასევე ხვალ იქნება სუეშეს პოსტივიში ჩვენი საახალწლო გადაცემა დილით შემდგომ ასევე რუსთავი 2-ზე მოგეხსენებათ მე ვიქნები სუეშორის სამშაბათს 30-ში დღის 2 საათზე დღის გადაცემაში რუსთავი 2-ისა, პარასკევს ყველა დილის გადაცემაში მერე უკვე რუსთავი 2 და აღნიშნოთ რომ პოსტივიც მერე უკვე ნამდვილად ისვენებს. დაახლოებით 19-მდე მერე უკვე გადაცემები არ გვექნება. ნუ დარჩენ სხვადასხვა გადაცემებში უკვე მიხილავთ, თუმცა რადიო ფორტუნა აგრძელებს ჩვეულებრივად მოწოდებას ინფორმაციისა, ასევე გაზეთი ასევალ და თბილისელება ხვალდელ ნომერში ექნება ასევე ინფორმაცია ჩემს მოწოდებული ასევალ-დასავალისა და აქედანაც გაიგებთ ამ ინფორმაციას და ერთი ინფორმირებული იქნებით. ოღონდ შემთხვევაში ესეთი შიმშილი ასტროლოგიური არ გექნებათ და უკვე 11-ში შევხვდებით ერთმანეთს და უკვე გავაგრძელებთ დანარჩენ თემებზე საუბარს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალები შენი ჰოროსკოპი და ჰოროსკოპი, სადაც არის უზარმაზარი ინფორმაცია მომავალი წლის ასტროპროგნოზების, ასტროლოგიური კალენდრის შესახებ და ნებისმიერ ჯიხურში, მათ შორის პრესის ჯიხურში შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ არა დაუკავშირდით ტელეფონის ნომრით 597 15 99 77 აქვე არის ჩემი, უბრალოდ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი 599 91 52 38, რომელთაც შეგიძლიათ თქვენ ასე ვთქვათ დაგველაპარაკოთ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით და ესეც გავაკეთოთ იანვარშივე, არ გადავდოთ დიდი ხნით და იცით რომ მაღაზია ლინდაო გელოდებათ, სადაც თქვენ შეგიძლიათ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საახალწლო ატრიბუტები შეიძინოთ, მოემზადოთ ახალი წლის დადგომისთვის და უფრო მეტად წარმატებული იყოთ ამ თვალსაზრისით. მაღაზია ლინდაო ალექსანდრე ჭავჭავაძის 3 ნომერში მდებარეობს, ამასაც გეტყვით. და რეალურად ჩვენი გადაცემა დღევანდელი უკვე დასრულებულია. მე კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ჩემო კარგებო, დამდეგი ახალი წელი გისურვოთ ხვავი, ბარაკა, ჯანმრთელობა, სიკეთე, გისურვოთ დიდი სიყვარული, სიხარული და მშვიდობა პირველ რიგში არა მარტო საქართველოს
მხოლოდ ოჯახებს, არამედ სრულიად ასე ვთქვათ, მსოფლიოს სჭირდება ეს ყოველივე და მე რეალურად ამ დასკვნით გადაცემით გემშვიდობებით უკვე მომავალ წელს 11 იანვარს შევხვდებით და უკვე გავაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ხინი, გახარება, წინსვლა, სიყვარული თქვენ ოჯახებს, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. მადლობა ყურადღებისათვის ამ სეზონისთვის მით უმეტეს და ამით გემშვიდობებით მომავალ წლამდე.